მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრის სამუშაოები ხორციელდება სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში. დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს რა იგეგმება სამუშაოების ფარგლებში და როგორ აფასებს მოსახლეობა პროექტს ნახეთ ქრისტინა ასლამაზიშვილის სიუჟეტში. პროექტი, რომლის ღირებულებაც 539,000 ლარს შეადგენს, ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მოინახულეს. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა წყლის ნაკადის საწინააღმდეგო ქვანაყარის მოწყობა და ძველი დეფორმირებული ბეტონის კედლის დემონტაჟი. ამ დროისთვის კი ახალი 34 მეტრიანი ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. აქ ფაქტიურად 70-იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა ნაპირსამაგრის სამუშაოები. მდინარეს უკვე მთლიანად ჰქონდა გამორეცხილი სანაპირო ზოლი და საფრთხე ექნებოდა მაღალი ძაბვის ქვესადგურს. აქედან გამომდინარე დაჩქარებულ რეჟიმში მიდის სამუშაოები. დაახლოებით 34 მეტრზე ეწყობა დამცავი კედელი, რაც თავის მხრივ დაიცავს ადიდების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიას, მტკვრის ადიდების შემთხვევაში. საპროექტო ღირებულება მისი დაახლოებით 500,000 ლარია. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული ობიექტი რუსთავის წყალმომარაგების სადგურს დაზიანებისგან დაიცავს, რომელიც რუსთავის მოსახლეობისთვის წყლის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. ძალიან კარგი იქნება განაცვლე, ძალიან კარგი. რაც კარგს გააკეთებენ, კარგი იქნება, რა თქმა უნდა. ძალიან სასიამოვნოა და მისასალმებელია, რომ ქალაქს ჰქონდეს გაუმჯობესებული წყალმომარაგება. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ერთ თვეში დასრულდება.